მოგესალმებით ჩემო გიფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ჩემთან ერთად ხართ. მადლობა არხის გამოწერისთვის, მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ შემოკარგებოდ, აგიბრუნდით პაუზის შემდეგ და მინდა შემოთავაზოთ გაშლა სიახლე, რომელიც შემოვა თქვენს ცხოვრებაში 2026 წელს, ან მნიშვნელოვანი სიახლე. ნახოთ სამი სფერო, პირადი, სამუშაო სფერო და ასევე ფინანსები. ნახოთ რა გამოწვევები იქნება, ასევე შევავიკითხოთ და პირველ რიგში მოусმინეთ ენერგიებს, ამჟამინდელ ენერგიებს, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა შემოკარგებო, მაშინ დავიწყეთ თქვენ კონცენტრირდით საკუთარ თავზე და ნახოთ როგორ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად და აქ ამოვიდა უზენაესი სამსჯავრო, ჩემი გითასება, უზენაესი სამსჯავრო, ეს არის ძალიან ძლიერი არკანი შემოკარგებო, მინდა გითხრათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული პერიოდი იქნება თქვენთვის 2026 წელი და ამ მომენტისთვის მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ისეთ ენერგიებში ხართ, როდესაც ხდება თქვენს ცნობიერებაში გამოღვიძება, ხო? ან გააზრება იმის, რომ დროა რაღაც შეიცვალოს, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება თქვენს ცხოვრებაში ამ მომენტისთვის. ხო, შესაძლებელია აფასებთ ისეთ ენერგიებში ხართ, რომ აფასებთ თქვენს წარსულ ცხოვრებას, განვიგზავს, ხო, რა გააკეთეთ, ხო, მნიშვნელოვან რაღაც რა გაკვეთილები გაიარეთ, რა გქონდათ, რომ თქვათ, წარსულ განვლილ წელს ისეთი, რაც არ გამოგივიდათ და რაც უნდა შეცვალოთ 2026 წელს. ანუ რაღაცა ტრანსფორმაციულ ენერგიებში ხართ ამ მომენტისთვის. ეს ბარათი მიანიშნებს იმას, რომ რაღაც კრიტიკულ წერტილში ხართ, ხო, როდესაც ძველი ციკლი უკვე სრულდება და ახალი იწყება, რაღაც ახალი შესაძლებლობები იღვიძებს თქვენში, ხო, თქვენში და თითქოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვცდილობთ, რომ მიიღოთ, ან უკვე დაწყებული გაქვთ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. თქვენი შინაგანი ხმას და ასევე სამყარო გეუბნებათ, რომ დროა გამოიღვიძოთ, დროა მოусმინოთ თქვენ შინაგან ხმას და გადაწყდათ გაბედული ნაბიჯი, რომ შეცვალოთ, რაც არ მოგწონთ თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი, ხო? ეს არის რაღაც გამოღვიძების პერიოდი, გამოღვიძების ენერგიებში ხართ ამ მომენტისთვის და ეს გამოღვიძება აუცილებლად ზრდისკენ არის მიმართული, შემოგიფასებო. აი ესეთია ამ მომენტისთვის თქვენი ენერგიები და არ დაგვავწევთ რომ საჯარო გაშლა, ვისაც გეცნოთ საკუთარი ასე ვთქვათ ენერგიები, საკუთარ თავში უკვე ჩახედილი ხართ და ნამდვილად ფიქრობთ იმას, რომ აი დროა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, ხო? კი, უზენაესი სამსჯავრო არ არის მარტივი არკანი, ხო? ან ეს არის, როდესაც რთული ცხოვრება გაიარა ადამიანმა, როდესაც თავის დაშვებულ შეცდომებზე საკმარისი გულისკევილი მიიღო, საკმარისი ტანჯვა-ტანება ერთი სიტყვით, საკმარისი გაკვეთილი მიიღო მან და უკვე იმ აზრზეა და იმ ისე გაღვიძებული მასშია ეს შინაგანი ხმა, რომ უკვე თავის თავს უნდა შემოუძახოთ, რომ დროა შეცვალო ყველაფერი, სამყაროს ამას მოგიწოდეთ, რომ დროა შეცვალოთ ყველაფერი ერთი სიტყვით. აი ასეთ ენერგიებში იმყოფებით ამანებით. ნახოთ ახლა 2026 წელი, რა სიახლეებს პირდებათ პირად ცხოვრებაში, ჩემი გითასებო. რა სიახლეებს პირდებათ პირად ცხოვრებაში. პენტაკლის პაჟი, ნახოთ რა იქნება გამოწვევები, დაკიდებული კაცი და ნახოთ რჩევა პირად ცხოვრებაში, 10-იანი კვერთხი, ჩემი გითასებო. სიახლეები ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ პენტაკლის პაჟია, რაც ამოვიდა პირველი პირად ცხოვრებაში. პირად ცხოვრებაში 2026 წელი ნამდვილად იქნება რაღაც ახლის დასაწყისი. ეს შეიძლება იყოს ახალი ნაცნობობა, ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ხო, როდესაც თქვენ ხართ დაინტერესებული, იმიტომ რაღაც სიახლე შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, სიახლეების ბარათი ერთი სიტყვით, დაიწყოს რაღაც ახალი ურთიერთობა, ახალი ადამიანები შემოვიდნენ თქვენ ცხოვრებაში, ან რაღაც ახალ საზოგადოებაში, ახალ წრეში გახვიდეთ, ხო, ან შემოუშვათ თქვენ ცხოვრებაში ახალი ადამიანები. ასევე პაჟი, პენტაკლის პაჟი პირად ცხოვრებაში გვეუბნება იმას, რომ შესაძლებელია საკუთარი, ასე ვთქვათ, ორიენტირებული იყოს 2026 წელს საკუთარი თავის,
ან ზრდა განვითარებისკენ, ხო, რაღაცის შესწავლა გინდოდეთ, რაღაც მონდომებული იყოთ, ხო, როგორც რაღაც აი სტაჟი, მონეტას აკვირდება დიდი მონდომებით და რაღაც წამოვიდეს, ასე ვთქვათ, თქვენში გაჩნდეს სურვილი, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენ პირად ცხოვრებაში, რაღაც პირადი ზრდისკენ წახვიდეთ, ხო, რაღაც ისწავლოთ, ხო, ახალი ახლისკენ, სიახლისკენ გადადგათ ნაბიჯი. შესაძლებელია რაღაც მოგინეთ რაღაც ექსპერიმენტების ჩატარება, ასე ვთქვათ, ხო. ყოველ შემთხვევაში სტაჟი გეუბნებათ, რომ იყოს ღია ნებისმიერი სიახლისი, ხო, ეს იქნება პირად ცხოვრებაში ახალი ადამიანი, თუ პირადი, ასე ვთქვათ, განვითარება, ხო, ანუ ვიყოთ სიახლისში, ერთი სიტყვით მზად. რა გამოწვევებია, ან შესაძლებლობები პირად ურთიერთობაში 2026 წელს და აქამდე დაგირებული კაცი, გამოწვევა შემოიფასებო იქნება ის, რომ პირად ურთიერთობაში დაგირებული კაცი გვეუბნება, რომ 2026 წელს შესაძლებელია რაღაც გახდეს საჭიროება იმის, რომ რაღაც სიტუაციებში, ზოგიერთ სიტუაციაში შეჩერდეთ, შეხედოთ ყველაფერს სხვა კუთხიდან, დაელოდოთ როგორ განვითარდება, ხო, პირადი ურთიერთობა, ან შესაძლებელია, დიდი ცვლილება არ იყოს და საჭირო იყოს ახლებურად შეხედოთ, ხო, პაჟიც იმას გვეუბნება, რომ რაღაც ახლებურად გააკეთოთ, ახლებურად შეხედოთ სიტუაციას სხვა კუთხიდან დაინახოთ, ხო, ანუ გამოწვევები და შესაძლებლობებზე აქვს საუბარი და შესაძლებელია მოგიხდეთ დაფიქრება საერთოდ, რა გჭირდებათ პირად ურთიერთობაში ნამდვილად, ხო, რა არის თქვენი სურვილი, ხო, ურთიერთობაში, ხო, ანუ შესაძლებელია ზოგიერთს მოგიწიოს რაღაც სხვერპლის გაღება, ხო, იმისთვის, რომ სიახლეში ადამიანი რთულად ეგუება და ამიტომ შესაძლებელი გახდეს, რომ რაღაც დროებით მაინც სხვა კუთხიდან და დაინახოთ ყველაფერი პირად ურთიერთობებში და შესაძლებელია გავიმეორებ კიდევ, რომ რაღაც სხვერპლის გაღება მოგიწიოთ, ეს სხვერპს მაინც კრიტიკულად გავიგებთ. შესაძლებელია რაღაც დათმობაზე მოგიწიოთ ერთი სიტყვის წასვლა იმისთვის, რომ რაღაც სიახლე შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ხო, რაღაც ახლიდან დაიწყოს. შესაძლებელია ძველი შეხედულებების შეცვლა მოგიწიოთ ახლით. აი ესეთი გამოწვევებია პირად ურთიერთობაში და ასევე რჩევას გაძლევთ 10-იანი კვერთხი, 10-იანი კვერთხი ეს არის არკანი, როდესაც პიროვნება საკუთარ თავზე, საკუთარ ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას იღებს იმ ყველაფერზე, რაც მის ცხოვრებას ეხება. ხო, დრო აიღოთ პასუხისმგებლობა, არ შეუშინდეთ არც სიახლეს, არც ტვირთს, არც იმას, რომ შეიძლება არ იყოს მარტივი, ასე ვთქვათ, მარტივი ნაბიჯის გადადგმა არ იყოს მარტივი, მაგრამ დროა რომ ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ ყოველ შემთხვევაში 10-იანი კვერთხი თქვენ შეგიძლიათ იმ ტვირთის ტარება, რასაც ასე ვთქვათ, სამყარო გვაგისებს, ხო, ანუ დროა რომ ყველაფერი საკუთარ ხელში ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ასევე 10-იანი კვერთხი იმასაც გვეუბნება, რომ რაღაც ნაწილი პასუხისმგებლობისა გადაანაწილეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე, ხო, ანუ ყველაფერს მარტო, ყველაფერს საკუთარ თავზე, გადაიტანთ იმხილად, ხო, მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ იმ ტვირთის ტარება და იმ ყველაფრის პასუხისმგებლობის აღება, მაინც გადაანაწილეთ, რომ საბოლოოდ თქვენზე არ აისახოს, თქვენ ჯანმრთელობაზე არ აისახოს რთულად. მოდი ნახოთ ახლა შემდეგი სფერო, სამუშაო სფერო, ხო, რა სიახლეები გევლით კარიერასა და სამსახურში 2026 წელს ვინც კონტექსტს უყურებთ. ნახოთ გაგევლით კარიერის სფეროში, სამსახურში ან კარიერაში, ხო, ნახოთ ნაგველის და 10-იანი თასი, ნახოთ გამოწვევების ბარემ, პენტაკლის რაინდი და ნახოთ რჩევარის 6-იანი პენტაკლი. 10-იანი თასი ძალიან საინტერესოა. 10-იანი თასი ეს არის ისეთი საქმე, ისეთი სამსახური, სადაც მიგვიხარია, ხო, ანუ როდესაც
ემოციურად ვივსებით. ან ყველაფერი კარგად თუ დასაქმებული ხართ ამ მომენტისთვის, იქ სადაც მუშაობთ თქვენს კოლექტივში, თქვენს გარშემო არიან ადამიანები, ვისთვისაც ერთი სიტყვით ძვირფასი ხართ და კარგი გარემოა, როგორც ოჯახი, ერთი ოჯახი, აი ისე ხართ, ხო? ანუ ნამდვილად კმაყოფილი ხართ, ვინც არ ხართ დასაქმებული და ეძებს სამსახურს თქვენს შემთხვევაში ის იქნება, რომ იპოვეთ ისეთ სამსახურს, რომელიც არა მარტო ფინანსებს მოგიტანს და არ მარტო ფინანსურად იქნებით ვთქვათ სტაბილურად, არამედ ემოციური თვალსაზრისითაც იქნება ისეთი სამსახური, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ და კმაყოფილი იქნებით ერთი სიტყვით. ანუ კარგად იგრძნობთ თავს. შემდეგ ნახოთ გამოწვევა რა შეიძლება იყოს პენტაკლის რაინდი. პენტაკლის რაინდი ეს არის არკანი, როდესაც ახალი მიმართულება შეიძლება და ახალი რაღაც პროექტები შეიძლება გამოჩნდეს თქვენს პროფესიულ სფეროში, პროფესიული განვითარებისთვის. ეს შეიძლება იყოს ახალი ვთქვათ ან კვალიფიკაციის ანაღლება, ან რაღაც ახლის დასაწყისი, ან წინადადება ახალი, რომელიც სხვათაშორის მატერიალური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება, ხო? ანუ ეს არის ბარათი პენტაკლის რაინდი, რომელიც ანუ გრძელვადიანი, მაგრამ სტაბილური წინსვლა, როდესაც სწრაფად არ ხდება განვითარება ასე ვთქვათ მოვლენების, მაგრამ სამაგეროდ სტაბილურად მიდიხართ წინა. ეს იქნება გამოწვევა ერთგვარი და რჩება. შესაძლებელია კიდევ მათ იყოს რაღაც საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარება თქვენს სამუშაო სფეროში, ან იმ სფეროში, სადაც ხართ დასაქმებული, ან აპირებთ რომ დასაქმდეთ, ხო? პრაქტიკული უნარების განვითარება შესაძლებელია დაგჭირდეთ ტრენინგები, სერტიფიკატი, ან რაღაცის შესწავლა, ხო? ანუ რომ სტაბილურად განვითარდეთ და წავიდეთ თქვენი ასე ვთქვათ პროფესიული ზრდა. და რჩება იქნება, რომ ექვსიანი პენტაკლი, ეს არის ექვსიანი პენტაკლი. შეინარჩუნოთ ბალანსი, როგორც მიღების, ასევე გაცემის. ეს თუ საჭირო იქნება დაეხმაროთ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება, თუ საჭირო იქნება თქვენ მიიღოთ თქვენგან რჩევა, ესეც ერთგვარი ის არის, რა ქვია, ბალანსი, როდესაც იღებ და გასცემ, ხო? ანუ როდესაც საჭიროა, რომ წონასწორობა და ბალანსი იყოს დაცული. შესაძლებელია ასევე რჩევა იყოს ის, რომ თქვენ გააკეთოთ ინვესტირება და დაეხმაროთ თქვენი რესურსით, ხო? ეს იქნება სწავლა, დახმარება თუ ფინანსური რაღაც სახსების მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ჩემს შესაძლებლად სიტყვით, თუ საჭირო იქნება კიდევ მიიღოთ თქვენ. ასეთი იქნება ეს რჩევა და ვნახოთ შემდეგი სფერო, ფინანსური სფერო. რა სიახლეები შემოდის თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში 2026 წელს. ვნახოთ ხმის რაინდი. ხმის რაინდი ფინანსურ სფეროში ნიშნავს ცვლილებებს, შემოდის ასევე დინამიურ მოძრაობას ფინანსური თვალსაზრისით, ხო? ანუ სწრაფი ფინანსური რაღაც შემოსავლები ან გასავალი ასევე აქ არ დგას, ანუ იცით როგორი მომენტია ფინანსური თვალსაზრისით, აქ არ ჩანს რომ ფული გაჩელებულია, აქ არის როგორც სწრაფი შემოსვლა, ისე გასვლა, ამიტომ ამას გავუწიეთ ვარაუდი, რომ უეცრად რასაც შემოვა, ასევე უეცრად არ მოხდეს მისი გასვლა, ხო? ანუ შეეცადეთ რომ რაღაცნაირად მიუდგეთ ის ფინანსურ ენერგიას, რომ დაიჭიროთ ხოლმე რაღაც. ასევე ეს არის აქტიური მოძრაობა, ხო? მოძრაობა, ცირკულაცია ფინანსების, ერთი სიტყვით, ფინანსური კუთხით 2026 წელი იქნება არა გაჩერების პერიოდი, არამედ პირიქით ცირკულაცია, როდესაც ფული ცირკულირებს თქვენ ცხოვრებაში, შემოდის, გადის, გარკვეული თანხა, ის უკვე ყოველ შემთხვევაში ხმის რაინდი მიზანმიმართულია იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს, ხო? ანუ რაც იქნებათ ჩანაფიქრი და ასე ვთქვათ გამიზნული რამიდანაც დაისახავთ, თქვენ შეუპოვრად ერთი სიტყვით იმ მიზნისკენ იქნებით მიმართული და ფული აქ ცირკულირებს, ანუ გაჩერებული არ არის, ხო? შესაძლებელია რაღაც იდეები მოგივიდეთ, რაღაც ახალი შესაძლებლობები ფინანსური, რაღაც ფინანსური იდეები, ხო? ანუ შესაძლებელია კომუნიკაცია გქონდეთ, რომელიც დამატებით რაღაც ფინანსებს მოგიტანთ. შემოგვიდგება ერთადერთი ხმის რაინდი, ზოგჯერ ესეთი ჩქარი არკანია, რომ
გაფრთხილებაა, რომ არ იჩქაროთ ზედმეტად იმპულსურად ფინანსურ გადაწყვეტილებებში. აი ეს არის რჩევა. ნახოთ, საიდან მოვა ფინანსური შესაძლებლობები, ან გამოწვევები ან მოსალოდნელი ფინანსური კუთხით 2021 შემოგვითავაზებო. ნახოთ, ორიანი კვერთხი შემოგარგებო. ძალიან საინტერესო ორიანი კვერთხი, ეს არის ფინანსური ბარათი არ არის მართალია, მაგრამ ორიანი კვერთხი ეს არის ურთიერთობების დაგეგმვის ბარათი, როდესაც ფინანსური შესაძლებლობები მოდის რაღაც თანამშრომლობიდან, ხო, ერთობლივი პროექტებიდან, რაღაც ბიზნეს პარტნიორობიდან, ხო, ანუ აქ არ არის, რომ აი მარტო ანუ აქ არის პარტნიორობა, როდესაც შესაძლებელია მოგივიდეთ რაღაც იდეა, რომ ვინმესთან ერთად რაღაც ფინანსური რაღაც პროექტი წამოიწყოთ, ხო, ეს არის შესაძლებელია პარტნიორისგან გქონდეთ რაიმე დახმარება, გვერდში დგომა, ფინანსური რაღაც ასე ვთქვათ, შემოგივიდეთ, ხო, ანუ ერთობლივად რაღაც გააკეთოთ და აიქიდან ესე სიტყვით ფინანსურად წინ წახვიდეთ. გუნდური მუშაობა ერთი სიტყვით. გამოწვევა არის ის, რომ არ იყოს მარტო, ხო, ანუ არ იმოქმედოთ მარტო ორიანი კვერთხი. დაფიქრდით, დაგეგმეთ და ორიანი კვერთხია, ხო, ანუ პარტნიორობა ორიანი, საერთოდ ნუმეროლოგიაში, ხო, მარტო არ გააკეთოთ ფინანსური წარმატება 2026 წელს თქვენთვის მოითხოვს იმას, რომ ითანამშრომლოთ და პარტნიორობა გაუწიოთ, ვთქვათ, მას, ვისაც გვერდში დაიყენოთ. ანუ ვინმე დაიყენოთ გვერდში და ვინმესთან ერთად თანამშრომლობით და ეს ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გექნებათ ფინანსური წარმატება. ну, რა თქმა უნდა, ვისაც ენდობით, ხო, ანუ აუცილებლად უნდა იყოს ნდობა ერთმანეთში და შემდეგ ნახოთ ფინანსურ საკითხში რაც მირჩევთ ტარო 2026 წელს ნახოთ რაც მირჩევთ ტარო ფინანსურ საკითხში და მოვიდა ცხრიანი პენტაკლი. ცხრიანი პენტაკლი შემოგვიფასებო ძალიან კარგი არკანია. რჩევა ის, რომ თქვენ ყველაფერს იმსახურებთ საუკეთესოს, თქვენ შეგიძლიათ მართოთ საკუთარი ფინანსებით, საკუთარი თავით, მოიქნებით დამოკიდებული სხვაზე, ხო? ანუ ისე ამოვნებთ თქვენი შრომის ნაყოფით. მიეცით თავს უფლება, რომ დაატკბეთ, შეიძინოთ, ვთქვათ, ის, რაც გსურთ და ასევე რჩევა არის, რომ საკუთარ თავშიც გააკეთოთ ინვესტირება, ეს იქნება რაღაც შეცვალოთ, ან მიიღოთ განათლება, ან რაღაც იმიჯი შეიცვალოთ, ხო, ანუ საკუთარ თავში ჩადეთ ერთი სიტყვით ინვესტიცია და ასევე შექმნით რაღაც სტაბილური საფუძველი იმისთვის, რომ იყოს დამოუკიდებელი, ხო, ანუ განვითარდეთ და ეს არის თქვენი ერთგვარი რჩევა, რომ დააფასეთ საკუთარი თავი და იყავით დამოუკიდებელი და მიეცით თავს ფუფუნების და კომფორტის უფლება შემოგვიფასებო. ანუ საერთოდ ჯამში რომ თქვა, რომ გადავხედოთ, საკმაოდ კარგი წელი გექნებათ. ერთადერთი რაც მინდა, ანუ გამახვილოთ ყურადღება, შეიძლება იყოს პირადი ცხოვრება, სადაც მოგიწევთ ზოგიერთ, რა თქმა უნდა, სხვა კუთხით დანახვა და შეხედვა საკუთარი პირადი ურთიერთობების ხო პარტნიორთან მიმართებაში სხვა კუთხით დაინახოთ თქვენი პარტნიორი, ან მიიღოთ ახალი გადაწყვეტილება, შემოუშვათ ახალი, ვისაც არ გყავთ და ვისაც მოლოდინში ხართ სიახლისკენ აუცილებლად გექნებათ სიახლე პირადი ურთიერთობაში, ერთადერთი შესაძლებელია მოგიწიოთ რაღაც პრიორიტეტების ასე ვთქვათ გადაფასება, სხვა კუთხით დანახვა და რეალურად გაფიქრება იმის, რომ რა გჭირდებათ პირად ცხოვრებაში, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. შესაძლებელია ზოგიერთ იმის გამო, რომ რაღაც ახალი ნაბიჯი გადადგათ, მოგიწიოთ რაღაცის დათმობა. ერთი სიტყვით, დანარჩენი მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი წელი გექნებათ ჩემთვის ასებო, სულ ეს იყო დღევანდელი გაშლა, ნადირას მოგახსენებთ და ნახვამდის ძალიან გამიხარდება, თუ მოიწონებთ და გამოიწევთ არხს, განლაიქებთ, დამიკომენტარეთ აუცილებლად შემოგიფასებო თქვენს კომენტარებს, უზარმაზრად გვარი მაგიდების გამოხატვა თქვენი მხრიდან და ენერგიების გასვლა. მადლობა შემოგიფასებო, ნახვამდის.